მაგრამ ჩვენი შვილები გვინდა ამ ქვეყანაში რომ იყოს ცოცხლები, ჯანმრთელები. საშინელი დაავადება ხალხო, ამის გამო არავინ არა ვარ დაზღვეული. ხალხის გვერდში დგომა გვინდა, ხელისუფლება უნდა დაგვიდგეს გვერდში. ჩვენი შვილები განწირულები არიან. ეს ვალდებულება, ამ ქვეყნის ვალდებულება ეს. ჩვენ შვილებს უნდა მიხედოს, მე ამ ქვეყანაში ჩვენი შვილები თუ არ იქნა ჯანმრთელები, თუ არ ირბინენ, მათ არ მინდა ეს ქვეყანაც კი არ მინდა. შაბათ-კვირა არ არსებობს, ბავშვების სიცოცხლისთვის არ არსებობს. ყველაფერზე დადექით. ტრაგედია რომ მოხდეს, არ უნდა მოვიდეს შაბათ-კვირას, ვინც იქნება. კომუნიკაციის პრობლემაა ფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა. ტრაგედია რომ მოხდეს, ეს ქვეყანაში მოხდა დაიფაროს. უნდა მივიდეს ადგილზე პრემიერ და შეხვდა ამისაუბროს. წარმოგვიდგენთ გაიზარდია, რომ ბატონმა ირაკი გაიგოს სიმართლეს სრულად. ამიტომ მინდა ბატონ ირაკის. მაგითო გეუბნებით, რომ უნდა მომბრძანდეთ სამუშაო დღეს. გაესაუბრო გამიგოს სალონი და დაელოდეთ რას გეუნებია. იცი რატო ამბობ რომ კომუნიკაციის პრობლემაა ბატონო? მაგრამ უეჭველად გაიგებდა რომ გუშინ არ ვიყავით და ვითხოვდით შეხვედრას და დღესაც ვაპირებდით აქ შეხვედრა. მოკლედ. და მე მგონი შაბათ-კვირა გადამწყვეტი არ უნდა სამხარეში არის. ჩვენთვის არა თქვენ არ ხართ განსხვავებული, მაგრამ არ უნდა იყოს ჩემას ვაფიქრობ. ეს არის ძალიან დიდი ბარიერა. ვინც გამოიტანს პასუხისგებელი სამოვიდეს აში. გამოდის დაცვა და გვესაუბრება. პასუხისგებელი პირი არ არის, ვინც პრემიერამდე სიტყვას მიიტანს და იქიდან გამოგვიტანს. თურმე შაბათ-კვირა ყოფილა, ჩვენ შვილებს რა ეშველება? რამდენი შაბათი-კვირა მოდის, ჩვენი შვილები იწირებიან აქ. ნუ თუ არავინ არა ამ შენობაში. თუ ამ წესებს ვიცავ ჩვენ. ვინის განსხვავებს არაფერს არ წესებს, ვინის ვამბობ წესებს. შაბათ-კვირა ყოფილა. ამალი გჭირდება რომ ვამბობ ამას. ეს ვინიცავს უკვე რამდენი ხანია რეგისტრირებულია წამალი. ამას ვიცავ არაფერს დავიცავ და ეგ იქნება. ბავშვები ეტლებს ეჯაჭვებიან და იღუპებიან ბავშვები და ეს არ თითეული დღე და საათი არის გადამწყვეტი. რამდენი ბავშვი მოვიდა და ეს პირები ძვის ამოიღნა ამოიყვანა ეს ბავშვები და აქედან რა ხდება რომ თუნდაც გრაფიკი არა სამუშაო გრაფიკი? 9-დან 5-მდე ჩვენ ბავშვებს ესე ვერ ვიტანთ. ჩვენი მიზანია რომ გაიგოს სიმართლე ბატონმა პრემიერმა. ამიტომ მოვედით აქ, რა ხდება ეს გაიგოს.